დარღვევის სეზონს გახსნილად ვაცხადებ ათენში. ნახოთ, რეებს გავსინჯავთ. ჯერ პირველი იქნება გირო, რომელიც არ მიჭამია ძალიან დიდი ხანია. შემოთა გითხრათ, დიდად არ მაქვს სურვილი დარღვევების, იმიტომ რომ ეხლა ჩემს ხელოსნოს ხანდარ გადაწყობილი. მაგრამ არის მაინც მადა და იმედია რომ გემრიელად შევჭამ რა. იმიტომ რომ ამდენი ბრიჯისგან სხეული მაინც უკვე დანაკლებული არის და ნაკლებად არის ის დეფიციტური მოთხოვნილება, რაც ქონდა ხოლმე. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სხეული ყველაფერს მიიღებს, რასაც შევთავაზებ. ესეც ჩვენი გირო, ბერძნული საოცრება. პირველი ოცნები. განკაია. შაურმის სტილი აქვს. და შეიძლება უფრო მოგეწონოთ ან ის გონაკრებად. Con la Φέραμε ένα σουβλάκι παραπάνω. Σαν καλιά σου. Αυτό είναι χωρίς ντομάτα. Ναι. Ναι. Το παίρνω. Ναι. Τι να το αφήσω, το θέλετε. Να πάρετε και μετά να δούμε, μάλιστα. Θέλουμε να πάρετε Umarido pia. Sabes treba? Limon შეიძლება. Აი გამიგა. აი. Όσο λέω გემრიელია. ეს ჯაჯეტი სოუსი. ესა კაიჯელა, სივიდა. წვნიანი. მოკლედ, ჯაჯიკის სოუსი იყო ძალიან კარგი, ყველაზე მეტად მოუხდა. გიროც ძალიან კარგი იყო. ქაბაბი იყო უმარილო და ცოტა ხორცის გემო ნაკლებად მომეწონა. დანარჩენი უთიან ჯამში გირო ძალიან კარგი იყო და ჯაჯიკის სოუსი. მოკლედ, ათენში კი ვარ, მაგრამ მაინც ქართულს მივაგენით. ხაჭაპურის გავს, არ ვიცი, გემო მაინტერესებს. ხაჭაპური მეტრე ძალიან. და ჩავა აუცილებლად აჭარულს შევჭამ. ხაჭაპური მოაჩვიე. რაც სხვანაირი ყველი აქვს და ძალიან გემრიელი ჩანს. ძალიან კაია. ცოტა გამოსული ყველია გონი. მაგრამ სტრუქტურა არის ხაჭაპური. ჩვენია, კაი გემრიელია. ესე იგი აქ გვაქვს ბეკონატორი და ჯეკ-ჯეკი, არ ვიცი ეს რა არის და ბიგ მაკს გავს, კი არ ბიგ მაკია. მოდ ბერძნული ვარიანტის ბეკონატორი და ბიგ მაკი და ყველის კი არა და ხახვის რგოლები, რომელიც ძალიან კაია. პირველ დავსინჯე სტამბოლში და ძალიან გემრიელი იყო. სტამბოლში კი არა და ანტალიაში ძალიან გემრიელი იყო. ახაც კაია. ბურგერი მაინტერესებს. ძალიან წვნიანია. და გემრიელია. ხო. ეს პროფესიონალს. რაღაც ძალიან ეს რალია. ბიგ მაკი. უზოს. ჩვენიერია. და ბოლოს ტკბილი ჩემთვის ყველაზე საყვარელი არის მედოკის ნამცხვარი, რომელიც საბერძნეთში დამხვდა. ქართულის მიერ არ გაკეთებული და ჩვენ სტანდარტულს აქაც ქართულს ჩავუგეთ ყველაფერს. მედოკი არის ჩემი ფავორიტი. არ ვიცი ხა როგორ გემოაქვს, მაგრამ ნახავ ეხლავე. აუ როგორ მიყვარს. ძალიან კაია. მედოკი არის
ყველაზე მაგარი ნამცხვარი ზომიერად რა. აი 10-დან 10 რა. მედოქზე ვიტყვი რომ არის 10-დან 10. ოდნავ ბილი იყოს კეთილი მაგრამ მათი ვარში იდო შეიძლება მაგიტო. რა ძალიან კაია. რანგაი. 18 კილომეტრი გავიარეთ დღეს. საკმაოდ დიდი აქტივობა მკვებასთან ერთად. გათენდა მეორე დღე. გუშინ საკმაოდ ბევრი ვჭამე. მიხედავთ იმისა, რომ თლიან ჯამში დღის განმავლობაში ეს იყო მხოლოდ ერთი დარღვევა, ანუ ერთი პერიოდის, მაინც ხელს გაუჭირდა ამ საკმაოების მიღება. რადგან მეტაბოლიზმი სხვანაირად იყო გადაწყობილი, თვითონ სხეულის სხვა რამის იყო შეჩვეული და ამდენი ხნიანი რეჟიმის შემდეგ 7 თვე რომ ამ ეს საკვები არ მიუღია, მაინც სხეულისთვის იყო ცოტა შოკი. შესაბამისად შებერილობა იცის ხოლმე ამ დროს. რაც ცოტა დისკომფორტია. ну, რა თქმა უნდა, გემო რა თქმა უნდა სიამოვნებს, მაგრამ მაინც ნაკლებად, რადგან ის დეფიციტურ მომენტი გავლილია უკვე და მაგ დროს გაქვს სურვილი, მაგრამ უფრო cravings ევეძახი ამას, ვიდრე სურვილს. შესაბამისად, დღეს სტილით ავადავლია უბრალოდ, მინდა რომ ეს მეტაბოლიზმი წესებში მოვიყვანო, არ მინდა ძალიან დარღვევები და გადასხვებები და ფორმი დამოვარდნები. მინდა რომ სხეულის განვითარების საშუალება მივიცე, მაგრამ ზომიერად. შესაბამისად, ათენის ქუჩებში დღეს 40 წუთიანი კარდიო გავაკეთე. და ეხლა პირველი კვება გვიწევს, რომელიც იქნება მხოლოდ ცილა, ერთი კვერცხის გული, დანარჩენი მხოლოდ ცილები და ცოტა ბოსტნეული. და მინდა რომ დღეს ვივარჯიშო, აქ ერთი პატარა დარბაზიერი ძველი და თან მაინტერესებს ახლა ათენში ვარჯიში როგორია. და სხეული მთხოვს ამ ყველაფერს და არა დაძალება. იქ სიამოვნებით ვაკეთებ ამ ყველაფერს მე. შესაბამისად, ცოტა დავივარჯიშებ, სხეულს განტვირთვას უფლებას მივცემ და ყველაფერი იქნება იდეალურად. არ არის აუცილებელი ფორმიდან ამოვარდნა, მიხედავთ იმისა, რომ მიზანი მივაღწიეთ. წინ უკეთესი მიზნები არის და იმ მიზნებისთვის შესაძლოა მოვიმოძრაოთ და გზიდან ერთიანად გადახვევა და ეგეთ რაღაცები არ უნდა იყოს. ყველაფერი იქნება სტაბილურად, კვება აღდგება, ეხლა ათენში მიწოს ამდენი დღე დღედა ჩემთან ვარ, შესაბამისად მომიწოს ციე დარღვევები, ასე რომ როცა ჩემ კვებები მექნება ძირითადად ვეცლები იყოს ცილები მარტო. რადგან თუ რამე შევჭამ გარეთ, ну ძირითადად იქნება ალბათ ცხიმიანი და ცოტა შაქრიანი, ამით დავაბალანსებ. ეს არის და ეს. ასე რომ ეხლა მას მივიტმევ და გავალ დარბაზში. მოკლედ, რაღაც დარბაზი ვიპოვეთ, ჩემს სახლთან ზუსტად 100-200 მეტრში. ოლდსკულის ტიპის დარბაზია, ძირითადად ცოტა ჩასვლელში არის. ანუ უფრო სარდაფის დარბაზი ეძახენ ეგეთია. და ну არის რაღაც თანამედროვე ტრენაჟორებიც, საკმაოდ თანამედროვე ტრენაჟორები. რასაც დარბაზში რა მომდიხარ, ძირითადად დავთ მე ვარჯიშო ოლდსკულის ტიპაჟით და თლიანად გავაკეთებ 30 წუთი, 40 წუთი. რაცო 1-2 ვარჯიში თითო კუნძზე. მაინც რაც ჭამე ყველაფერი კიდე კუნთებში ჩავტენე რა. ასე რომ ცოტა წავივარჯიშებთ. ну ცოტა მკერდი გავაკეთოთ. ეს არც თუ ისე ოლდსკულია, მაგრამ მაინც საკაიფო ჩანს. არანაირ მაღალი ზონა, პირიქით, აბალი, ცოტა ბევრი გამევარება, რომ ფამპზე ვიურჩეთ. აქვე ვიპოვეთ ოლდსკულის პეპელა. აბა. Епо. ცოტა ზურგი, სამდე ხანია ფილები აღარ მინახავს. მაგრამ მაინც ძალიან საკაიფოა. ხმა და ეს ყველაფერი. ეს ცოტა შულადად გავაკეთოთ. ჩინანჯარში კარგი დარბაზი.
მართლა ანუ ეს დარბაზი რო გქონდეს ყველაფერს მაგადივარჩი ხომ თან ბევრი ტრენაჟორი ერთნაირი რა რაც საქართველოში არ არის ხომ ასე რო ნახო ერთი იგივე ტრენაჟორი სულ დაკავებულია ხომ მხოლოდ ერთი ცალი მკერი ტრენაჟორი დგას ხომ ეგეთი სიტუაცია ხომ აქ პირიქით ოლდსკულის არის თანამედროვეც არის პროფესიონალურად ძალიან დივარჩებ რა ასე რომ 7 ევრო ანუ 7 ლარი ჩათვალე თამათთვის რა ძალიან იაფი ერთი შემოსვლა თვე უფრო იაფიც იქნება ალბათ და ისეთ ვარჯიში უნდა იდეალურად ვარჯიშებს და ესეც ვარჯიშის შემდეგ ჩვენი საჩუქარი რომელიც იდეალურად გამოიყურება ძალიან კაია აფინათის ეს ძალიან კაია ესე იგი ათენში დაახლოებით დაახლოებით ანუ 5 სექტემბრამდე ვარ. შემდეგ საქართველოში ჩამოვდივარ. მანამდე ვცდილობ რომ დოცხეული დავასვენო. განტოშის საშუალება მივიცე. ეს ყველაფერი იყოს ზომიერებაში. ანუ ხა შემსხეული ყველაფერს იღებს. ნამდვილად უნდა, მაგრამ არ არის აუცილებელი. ყველაფერს გაფუჭება რა. ანუ ყველაფერში გულისხმობ ფორმას. კალკულაციად მივიცეთ საშუალება საკუთარ თავს ამ კვების დასვენების თუ განტვირთვის, მაგრამ თან ვაკეთოთ ისე რომ სხეულის კონდიცია თვითონ მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული იმ ხანხად შეგვიძლია. ასე რომ თან აქტივობას ვახმარ საკმაოდ მაღალს, თან განტვირთვის საშუალებას ვაძლევ და კვების შესაბამისად ეს რამდენიმე დღე აქეთ დავისვენებ და თუ რაიმე საინტერესო მოხდება, იმასაც გადავიღებ და დავდებ. სხვა მხრივ შევხვდებით საქართველოში, რა თქმა უნდა, რეჟიმი აღდგება ყველაფრის უკეთესად და ამაზეც ინფორმირებულები იქნებით. ყველაფერი ჯერ ახლა იწყება. ასე რომ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.